ნახეთ, თითოეული ადამიანი, რომელიც შენ წინაშე დგება, თითოეული ადამიანი იმ წამსვე მომენტალურად წამის ყოფაში, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი შემწირო დგება, აზრი მიჩნდება, გული სიტყვა მიჩნდება, განწყობა მიჩნდება, მეუბნება, ვეუნები, პასუხს მცემ, მომწონს, არ მომწონს, რაღაცა განვიკითხავ, არ განვიკითხავ, გესმით, გამჟი, არ გამჟი, მსაჯული ვარ, არა ვარ მსაჯული, ყველა ადამიანის მიმართ, თუ ეხა შემთხვევით არ გაიარა და რაღაცა. აი თუ რაღაცა განწყობა ჩნდება, ყოველი განწყობა თითოეული ადამიანის მიმართ, მე გუშინაც გითხარით, არის რეპეტიცია საშინელი სამსჯავროსი. ეს წმინდა მამები და ღვთისმეტყველები ასე ასწავლიან. ყოველი ადამიანის შენ წინაშე მდგარი, ეს არის ერთგვარი რეპეტიცია საშინელი სამსჯავროსი და იცოდე, რომ შეიძლება აი ეს კონკრეტული შემთხვევა დაგხვდეს მარადისობაში და აი ამის გამო მისდამი გულქვაობის, უსიყვარულობის, მისდამი აი ესეთი ზემოდან ყურების, გესმით, აი ეს, მაგრამ აი ეს თვისებები, რასაც მე გეუბნებით, აი ზემოდან ყურების, გულქვაობის, განუკითხულობის, უსიყვარულობის, მრისხანების, შეუწყალებლობის, ეს თვისებები გარედან კი არ ჩანს. ეს არის შიგნით ამ მდგომარეობა, რომლის შესახებ ღმერთის გარდა არავინ იცის და ჩვენ შეიძლება ვერ მივხვდეთ, რომ ჯოჯოხეთს უმზადებთ საკუთარ თავს და იმისათვის რომ მივხვდეთ, უნდა გავიფაქიზოთ გული სულიერი, სწორესულიერი ცხოვრებით, ლოცვით და იმ თვისების მოხვეჭით, რომელსაც ქვია სიმდაბლე, თორე ჩვენს კი ვერ მივხვდებით ადამიანის მიმართ რა განწყობა მაქვს. მით უმეტეს, როდესაც პოზიციონერებს საკუთარი სიმართლით. და გახსოვთ როგორ ამბობს უფალი სახარებაში, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება წიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს ვერ შეხვართო სასუფეველში და მკითხვა არ გიჩნდება, რომ ესეთი კარგები იყვნენ და მე კიდე არც ესეთი პატრიოტი ვარ, არც ესეთი რელიგიური ვარ, არც ისე მიყვარს წმინდა წერილი, არც ესეთი ქველმოქმედი ვარ, როგორც ისინი იყვნენ და ჩემი სიმართლე როგორ უნდა აღემატოს, მათ სიმართლეს, როცა ისინი მე მჯობიან, ჩვენი სიმართლე არა რაოდენობრივად ვერ აჯობებ, არამედ არსობრივად, თვისობრივად უნდა აღემატოს მას სიმართლეს, აქ ლაპარაკია სხვა სიმართლეზე, არა ადამიანურ სიმართლეზე, არამედ ღვთისნების აღმსრულებელ გულზე. გესმით რა შეასაქმე? ამიტომ თუ ჩვენში ღვთისნება არ რეალიზდება, თუ ჩვენ ღვთისნებით არ ვიმოქმედეთ და თუ ჩვენ თითოეულ ადამიანს ქრისტეს თვალებით არ შევხედავთ, მაშინ ჩვენ არა გვაქვს გარანტია იმისა, რომ ჩვენ არ შევცდებით. და ეს სიტყვები რაოდენი არა უყავთ ერთ სამად ცირეთაგანსა, შეიძლება მე შემეხოს და არ მაქვს გარანტია, რომ არ შემეხება.